ვაგრძელებთ იქიდან, საიდანაც შევჭიდეთ წინა ვიდეოში თამაში. და წინა ვიდეოში იყო ის, რომ კასანდრა შეიპარა კოსმოსის საიდუმლო დარბაზში, იქ დაესწრო მათ შეხვედრას და ბევრი რამე საიდუმლო გაარკვია. ერთი ის, რომ ამ Здесь предатель провел войско персов, минуя оборону Спарты. აი ის გვირაბი, საიდანაც თურმე შემოიპარნენ სპარსები, როდესაც მეფე ლეონიდასი დაამარცხეს. მოღალატემ უჩვენა მათ გზა, საიდან დასხმოდნენ ზურგიდან და ეს იყო სწორედ ის გვირაბი. აქედან დაესმენ თავს ლეონიდას ზურგიდან. ხო, ვაგრძელებთ, კასანდრა შეიპარა კულტის საიდუმლო დარბაზში და გაარკვია ის, რომ კულტის ლიდერი არის ვინმე დეიმოსი და ეს დეიმოსი აღმოჩნდა კასანდრას ბოიძლის ძმა. თუმცა მან არ იცის, ძმამ არ იცის, რომ კასანდრას ძმა არის, მაგრამ კასანდრა მიხვდა, რომ ეს არის მისი ძმა. კასანდრას ძმა აღმოჩნდა საკმაოდ სასტიკი პიროვნება, არ უყვარს შეკამათება, არ უყვარს ღალატი და ერთი მოღალატე იყო სასტიკად დასაჯა. აქ რაღაც წინააღმდეგობა შეხვდით. ეს ერთი მოვიცილეთ. კიდევ არიან სხვები. ჩვენ ახლა მივდივართ ჰეროდოტესთან დასალაპარაკებლად, მაგრამ ჯერ ეს გვირაბი უნდა გავიაროთ, რადგანაც აქ არიან კულტის ჯარისკაცები ან უბრალოდ ისე ყაჩაღები. თამაში საინტერესო ფაზაში შევიდა ნამდვილად. ბევრი საიდუმლოებები ჯერ იხსნება, მაგრამ წინ კიდევ ბევრი რაღაც არის გასაკვირი. მაგალითად, კულტი ეძებს კასანდრას დედასაც, მამასაც და რატომ, რისთვის? რა არის ოჯახი ასეთი განსაკუთრებული? თვითონ კასანდრას ძმა, დედმამა. ვინ არის ნამდვილი მამა? კასანდრამაც არ იცის ჯერ თავისი ნამდვილი მამა. იმიტომ რომ ის, ვინც ეგონა, აღმოჩნდა მამობილი. და რაშია საქმე საერთოდ ამ ოჯახის თავს რა ხდება? აქ მე ახლა არ მომკლა ნამათმა, თილად დაკვირვებულად უნდა ვითამაშო. ასეთ რეგიონარი მოვიკრივეთ, შევიძინეთ, ლიდერი მოკლულია. თილად. როგორც ხედავთ, მეგობრებო, მე არ მიყვარს დაძაბული და ძაფრად გახმოვანება, როდესაც ვთამაშობ. ჩემ ვიდეოებში საერთოდ არ არის ან აზარტული ტონი, ან დაძაბული ტონი, ან მით უმეტეს ბიცითბავა დაგინება გამორიცხულია საერთოდ ჩემ ვიდეოებში. არ მიყვარს, იმიტომ რომ შეიძლება ბავშვებიც უყურებენ ამას და ბავშვებისთვის ეს კარგი არ არის. და საერთოდ რატომ უნდა იგინებოდე თამაშის დროს რა არის აგინებელი. ესე დავამარცხეთ ეს ჯარისკაცები და ახლა ორი სკივრიც უნდა მოვძებნოთ, სად არის დამალული ამ გვირაბში. რაც შეიძლება იყოს. ერთი აგებს. ძალიან კარგი და კიდევ სადღაც უნდა იყოს ერთი. ესენი ეს იშვიათი ქვები ყველაფერი საჭიროა. რკინა, რაც არის კიდევ სხვა მინერალური ქვები. სინდისფერი, ოფსიდიანი და ძვირფასი ქვა რაღაც კიდევ მწვანე.
ესენი ყველაფერი საჭიროა ის იმისთვის, რომ მე გაუმჯობესო აბჯარი, გაუმჯობესო იარაღები, გაუმჯობესო გემი თვითონ. ახლა გასასვლელი უნდა ნახოთ სადმე. ალბათ აქეთ არის, აი გველოდება ჰეროდოტე. ეს ახალი შეძენილი მეგობარი არის, რომელიც რაღაც კავშირი, რაღაცები იცის კოსმოსის შესახებ. ცოტა ისე კაცი არის, ჩახედული კოსმოს საკითხებში. მაგრამ სიმართლეს მხარეს არის და ჯერჯერობით არის ნახოთ. ასე გვეგონა ელპენორიც სიმართლეს მხარეს, მაგრამ თურმე კულტის წევრი ყოფილა და დააჯდა კიდევაც სიკვდილის ბუზიდან. ეს ჰეროდოტე ჯერჯერობით კეთილგანწყობილი წესიერი გასიჩანს. მივუახლოვდით ახლა მას და მოდი დაველაპარაკოთ ახლა ჰეროდოტეს. Здесь покоится Леонид. Жаль, что я не знала его. Закрой глаза, и ты услышишь предсмертные крики отчаянных храбрецов, погибших в бою. В тот день их голоса замолкли, но легенды о спартанцах будут жить вечно. Мы здесь не ради бесед о мертвых. К чему ты клонишь, Геродот? Битва при Фермопилах еще в наших сердцах. Но только здесь можно ощутить всю горечь. Мертвым уже не помочь. Меня волнуют живые. Достань копье. Копье? Зачем? Мне нужно кое-что знать. საინტერესოა. ჩვენ ახლა ვნახავთ რაღაც ისტორია გაცოცხლება, ისტორიის ნაწილი, როგორ დამარცხდა მეფე ლეონიდასი სპარსელებთან ბრძოლაში, 300 სპარტელი როგორ დამარცხდა ეს თვითონ მეფე ლეონიდასი. სპარტელები ზოგადად ეს ვინ იყვნენ? ეს არის ცალკე სახელმწიფო. იყვნენ რაღაც აი როგორც ქართველები და ცალკე რომ სვანეთი აიღო, დაახლოებით რაღაც ასეთი. საბერძნეთის რაღაც ნაწილი იყო ეს სპარტა. საბერძნეთს ეკუთვნოდა. აი და გამოირჩეოდნენ იმით, რომ იყვნენ ძალიან ძლიერები სპარტელები. სხვა ბერძნებთან შედარებით იყვნენ ძლიერები, ფიზიკურად ამტანები. აი ნახეთ. უთხოვა კიდევაც, აგერ რამდენი ის არის გავარდეს და კიდევ ზოლის ხასიათი არის. 300 სპარტელებისაც აქვთ ფილმი ნანახი, იქაც ნახავთ, რომ სპარტელები გამოირჩევიან ფიზიკური სიძლიერით, ამტანობით და გამძლეობით. ეს მეფე ლეონიდასი, ლეგენდარული მეფე, რომელიც ბოლომდე გმირულად იბრძოდა. ეს ვინ არის? ეს სერქსია ვიტყვი? სპარსეთის მეფე. ესე დამარცხებულა მეფე ლეონიდასი. მაგრამ ესეც გაიყოლა თან. ვინ არის ეს? ესე ბრძოლაში დაიმკვირა ლეონიდასის შუბი და ეს იპოვეს. მე ახლა კასანდრას აქვს. კასანდრას ხელში როგორ მოხვდა, მას გავიგებთ კიდევ ცოტა ხანში. Геродот! Я цел. Легенды правдивы. Это копье Леонида, царя-героя.
Что стало с Леонидом после той битвы? Ксеркс славился тем, что чтил воинов, отважно сражавшихся против персов. Но Леонид настолько его разгневал, что Ксеркс отрубил ему голову и насадил на пику. Затем в суровом бою спартанцам удалось вернуть останки царя. Теперь он покоится там, где должен. В Спарте. Где были союзники Спарты? Среди греков не только спартанцы желали дать отпор Ксерксу. Многие были готовы сражаться плечом к плечу с Леонидом и его воинами. Но когда великий царь увидел в их глазах страх, он отправил их домой. Это не храбрость, а безумство. Предсказание Пифии гласило, что персы лишат Спарту либо свободы, либо царя. Леонид сделал свой выбор. А что стало с предателем, Эфиальтом? Ксеркс заплатил ему, но одна измена влечет другую. За его голову назначили награду. Он умер, так как жил трусом. Ты знал, что так будет. Я не знал, но предполагал. Есть место, которое мне кажется мифом. Казалось. Необычная постройка на острове Андрос. Странные рисунки на камне, не похожие ни на что. Ты хочешь отплыть на Андрос и показать их мне? В своих странствиях я слышал о древней цивилизации, о народе, что был до нас. Твое копье связано с тем местом. Ты говорил про народ, живший до нас. Кто они? Они не боги, но жили намного дольше простых смертных и знали гораздо больше. Я видел рисунки, символы, указывающие на то, что их цивилизация создала людей и дала им огонь. Но Зевс винил Прометея. Да, возможно, его орел клевал не ту печень. Копье признало тебя, Геродот. Я тебе верю. Ты понимаешь. Я сделаю все, что в моих силах, чтобы помочь тебе найти мать. Обещаю. Но сперва мы должны попасть на Андрос. Встретимся на корабле. აი ასე. ეს შუბი როგორც აღმოჩნდა, მეფე ლეონიდასის შუბი ჩვეულებრივი არ არის. რაღაც განსაკუთრებულია და სადღაც განსაკუთრებული ადგილიდან მოდის. და სწორედ იქ უნდა გავცუროთ ახლა ჩვენ, აი ძალიან შორს კუნძული ანდროსი. ანდროს კუნძული. ანდროსი. იქ რაღაც ადგილია, რაც ამტკიცებს, რომ არსებობდა ძველი ცივილიზაცია ადამიანებამდე და მათ შექმნეს სწორედ ეს შუბიც და თვითონ ადამიანებიც კი. ეს თამაშის მიხედვით, რა თქმა უნდა. ასე არის დაწერილი თამაში. სწორედ სინამდვილეში სამყარო ღმერთთან შექმნა და ადამიანებიც. მაგრამ თამაში ასე არის. ახლა კი იქით უნდა გავცუროთ, ვერც სწრაფად გადავადგილდებით, ვერც რამე სხვა საშუალებით. და ვიცუროთ 6-ი, თითქმის 7000 მეტრი. ну, მანამდე რა შეგვიძლია თქვათ, რა შეგვიძლია მოვუწოთ. განსხვავებას მეც ხედავს, მაგალითად Assassin's Creed Black-ში, ანუ შავ დროშაში. ზღვის სამყარო მე პირადად იქ უფრო მომწონს Assassin's Creed შავ დროშაში. იქ უფრო განვითარებული არის, უფრო ჯერ უბრალოდ დროშია განსხვავება, იმიტომ რომ იქ არის ისეთი პერიოდი, როცა უკვე არსებობს არბაზნები, როცა არსებობს დამბაჩები და გემის შესაბამისად უფრო განვითარებულია. ეს არის
ძველი წელთაღრიცხვით 430 წელი და ამიტომ არაფერი მსგავსი არ არსებობს, არც სარბაზანი, არც გამაჩა და ასე შემდეგ. არსებობს შუბი, ნაჯახი, წყალი, შილდისარი. თუმცა გემი კი შეკრულია, შეიძლება გემის განვითარება, მაგრამ აი საზღვაო ბრძოლები Assassin's Creed შავ დროშაში რო აქ ისეთი მაინც არ არის. აქ არის ახლა სუბტიტრები, რომელსაც მე არ ვთვალინე, იმიტომ რომ არაფერს განსაკუთრებულს არ ამბობენ, უბრალოდ რა კარგი დღეა, რა კარგი ამინდია, ასეთ ამინდში ცურვა ძალიან კარგია და ასე შემდეგ. უბრალოდ რაღაცებს ლაპარაკობენ. თავარ შინაარსზე არანაირ გავლენას არ ახდენს ეს დიალოგი და ზოგჯერ ასეთ დიალოგებს მე ვტოვებ ხოლმე, იშვიათად, მაგრამ ვტოვებ. იმიტომ რომ დროც მიაქვს და არაფერს არ ცვლის გადავთარგმნი თუ არ გადავთარგმნი. თუმცა ახლა ამ ვიდეოში აი ამ მოგზაურობის დროს სწორედ ახლა გემზე როცა კუნძულს მივახლოვდებით, აი ახლაც რაღაცას ლაპარაკობენ ბრძოლ მარათონზე, ოლიმპიურ თამაშებზე და რაღაც ვინ როგორ დაამარცხა რაღაც ხარი და ასე შემდეგ. როცა კუნძულს მივახლოვდებით, ჩვენ იქ არის საინტერესო და მნიშვნელოვანი დიალოგი და იმას აუცილებლად გადავთარგმნი. იმიტომ რომ ის მართლაც კავშირშია მთავარ შინაარსთან. ახლა მიცურათ კუნძულ ანდროსზე, რათა ვნახოთ რაღაც უცნაური ნაგებობა, არაადამიანური, არა ადამიანების მიერ შექმნილი, არამედ სხვა უფრო ძველი ცივილიზაციის გაკეთებული, საიდანაც მოდის სწორედ ეს შუბი, ლეონიდასის შუბი, რომელიც არ არის ჩვეულებრივი, რაღაც განსაკუთრებული შუბია, რაღაც ძალა არის მასში. სწორედ ამაზე იქნება ახლა საუბარი, ცოტაც დავხვდა და მივახლოვდებით უკვე კუნძულს და სწორედ ამაზე ისაუბრებენ ახლა ჰეროდოტე და კასანდრა. აი დაიწყო. Мама сказала, что спартанские солдаты принесли его ей из Фермопилы. Ей? Почему? Леонид был ее отцом. Не может быть. И эти видения. Копье пытается помочь, указать путь? Не только. С ним легче в бою. То есть? Не могу описать. Как будто я знаю, что сделает мой противник в следующий момент. Потрясающе! Это просто невероятно! Мы приближаемся к острову Андрос. უახლოვდით კუნძულს და ეს დიალოგი მართლაც იყო საინტერესო, ეს უნდა წაგვეკითხა. ლეონიდასი, მეფე ლეონიდასი, სპარტელების მეფე, ყოფილა კასანდრას ბაბუა, ანუ დედის მამა. სწორედ ამიტომ მოუტანეს კასანდრას დედას ეს შუბის ეს ნაწილი და მოვალით ახლა იმ კუნძულზე, სადაც დამზადდა ეს შუბი. და მომდევნო ვიდეოში, რა თქმა უნდა, ივალთ იმ შენობაში და ვნახავთ, საიდან მოდის ეს შუბი.